საპროტესტო აქცია ამ რეჟიმს ყავს უკანონო დაპატიმრებული ქალბატონი ევა, რომელსაც ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სახში მეტი მომვლელი არ აქვს იმ ბავშვს და ფაქტობრივად არის დარჩენილი ზრუნველის გარეშე და ამ რეჟიმის სადიზმის იმაში მდგომარეობს თავიდან ბოლომდე, რომ დღემდე აღკვეთი ღონისძიების ფორმასაც არ უცვლიან ამ ადამიანს და ამ ადამიანსაც თვითონაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ თავისუფლება ევას, მეგობრებო. თავისუფლება ყველა რეჟიმის თქვენს. თავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია რა იმ სადიზმში ვამხილოთ, თვითონ ამ ნაწილში ჩანს ამ რეჟიმის კიდევ ერთი სახე, როდესაც თითქოს არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ხო, რაღაცა ამათი ფორმალური აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, მაგრამ არა, მაინც ცდილობენ რომ ბოლომდე გაამწარონ ადამიანები. ამიტომაც არის ეს ნედაცემული და ბოლომდე ესეთი ბოროტი სისტემა, რომ ამიტომაც ვერ ვძვით ჩვენ მათ რა. მეგობრებო, თქვენ იცით შაბათობით უკვე 3 კვირა გვაქვს მანიფესტაციები, რა თქმა უნდა, ხვალაც იქნება მანიფესტაცია. ხვალ არის 3 აქცია, არის აქცია, რომელსაც ონლაინ მედიის წარმომადგენლები აკეთებენ, სინათლე არ უნდა ჩაქრეს და სხვადასხვა ღონისძიებები აქვთ დღის განმავლობაში და შემოგვიერთდებიან მსვლელობით ეს ადამიანებიც. თესეოს პირველ კორპუსთან იკრიბებიან სტუდენტები, მომავალი ჩვენია, იქნება მსვლელობა და იქიდან დაიძლებიან სტუდენტები და ფილარმონიასთან შეუერთდებიან ფილარმონიასთან ჩვენ შეუერთებით მახსოვებას. თქვენ იცით ტრადიციულად ჩვენ ვიკრიბებით 7 საათზე, სადღაც 7 საათიდან 8 საათამდე გროვდებით, სასურველია ცოტა ადრე მოვიდეთ და მერე სადღაც 8 საათზე უკვე გვახოლმე მსვლელობა. დაახლოებით მაგ პერიოდში უკვე უნდა შემოგვიერთდნენ თვითონ სტუდენტებიც და ერთიანი მსვლელობით დავიძრებით პარლამენტის შენობის მიმართულებით. ეხლა ვთქვათ ამათ ცოტა გიჟურ მითითებებზე და მერე დაახლოებით როგორ ვაპირებთ რომ ვიმოქმედოთ რა. მოკლედ როგორც სტუდენტებს ასევე ჩვენც ანუ ორი შეტყობინებაა შესული. გაფრთხილება და რაც არ უნდა განმარტოთ დღეს სასამართლოში ხოდაში სოლიდიკია არის პაროდიები თავიდან ბოლომდე. აი პროცესები რომ გამოიტანო გამოეხა სამართლებრივად იმდენად სასაცილოა ახსნათ არის. მაგრამ არაკომპეტენტურობა და სრული არ ვიცი, აბსურდი არ ვიცი რა ქვია. კითხვაც კი არ იციან ამ ადამიანებმა, ისეთი დისკუსიები მიდის იქ რაღაცა. წერილებს უკვე გითხულობენ და მოკლედ ძალიან არიან გახლართულები თავისივე აბსურდში. კიდევ ერთხელ გავმარტავ, რომ გაფრთხილების მიზანი არის არა რომ შეუთანხმო რამე, გაფრთხილების მიზანი არის, როდესაც სავალ ნაწილზე იმართება, რომ თვითონ მე უზრუნველყოს მოძრაობის რეგულირება უსაფრთხოება და ამ უფლების რეალიზებაში შეგვიწევს ხელი. ამიტომ არის ეს გაფრთხილება და ამიტომ არის კანონით დაწესებული და არა იმიტომ რომ რაღაცა ჩარჩოებში მოგაქცევ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხა ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ზიანი შევაქციროთ ხო ამათ სიგიჟებიდან გამომდინარე და არის მითითება დაახლოებით ისეთივე ტიპის აბსურდული რომ არის ხა დაახლოებით 5000 და 7000 ადამიანამდე არის ხოლმე ამ მანიფესტაციებზე, ხვალაც იმედი მაქვს რომ ესე იქნება ორივე მსვლელობა რომ გაერთიანდება მაგის გათვალისწინებით. და არის მითითება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იარე ტროტუარებზე მიწისქვეშა გადასასვლელით, ოღონდ ისე იარეთ რომ მიწისქვეშა გადასასვლელი ხარსაც არ შეუშალოთ ხელი. ანუ რაღაცა აი ხო არის მითითება აბსურდი ორველისეული რაღაცა სიგიჟე, ხო რაღაცა ისეთქენი არ მოძგაფრინდე პლუს ხოფრინდე დაახლოებით. ეგ არის აბსურდული სიგიჟე. ხვალ როდესაც შევიკრიბებით ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელი იქნება რასაკვირველია ამ მითითების შესრულება და ერჩუმაკ ესე იქნება ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად რომ მოგცეს შესაძლებლობა ჩვეულებრივ განვახორციელოთ მანიფესტაცია როგორც აქამდე ვაკეთებდით და დიდი იმედი მაქვს ამის შესაძლებლობა გვექნება. დანარჩენ შემთხვევაში ეს როგორ იმოქმედებს ეს რეჟიმი ამ რეჟიმის წარმომადგენლები არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე გეგმა მომზადებული, მაგრამ მე ვიტყვი რომ მანიფესტაცია აუცილებლად გაიმართება, ამას წინ არაფერი არ უდგას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ისე გავაკეთოთ, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული 100%-იან გარანტიას ვერაფერზე ვერ მიცემ, თუ ძალიან მაღალი რისკები იქნება, ამას წინასწარ გეტყვით და მე ადამიანებმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მაინც რომ მანიფესტაცია ისე გაიმართოს, რომ
არც ერთი ადამიანი დაჯერებებაც კი არ მოხდეს ამას ან ადმინისტრაციულ დაბატირებას. ამას აქვს ჩემთვის პირადად ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნახოთ ეხლა ეს რეჟიმი ყოველდღიურად ცოტა სიგიჟეებში შედის. ჩვენც ვცდილობთ რეზიან შევუწევთ, მაგრამ ბოლომდე ყველაფრის გადაძღობა შეუძლებელია. ერთადერთი რაც არის, მეგობრებო, ჩვენ ეს მანიფესტაციები არ უნდა გავაჩეროთ. მან შემდგომი მანიფესტაცია 27-ის მერე უწევს 3 იანვარს, შაბათი და მერე უწევს 10 იანვარს და ჩვენ ვაპირებთ ამ რეჟიმში მუდმივად ეს დიდი მანიფესტაციები სულ გქონდეს. ამ გიჟური მითითებების მიცემას სავალდებულო დრო აწერია, რომელიც აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციურია პირდაპირ. ამის მიზანი თალკი არის სუსხავი ეფექტი, რომ რაღაცნაირად იქნებ ხალხი აღარ მოვიდეს რა. ამიტომ ხვალ მეგობრებო, და კიდევ ერთხელ ვეთქვი, ყველაფრის წამალი დიდი მანიფესტაცია, ყველაზე დიდი დაზღვევა არის ბევრი ადამიანი. ამაზე დიდი დაზღვევა არაფერი არ არის, რაც ბევრი ვიქნებით, ვერაფერს ვერ იზამენ და ჩვენ უფლებას განვახორციელებთ ჩვეულებრივ. მე ხა ძალიან დიდი ის შეფერხებები ხა ამეტაზე ბოლოდინი არ მაქვს, გონია რომ ჩვეულებრივ ჩატარდება მანიფესტაცია, მაგრამ ხვალ 7 საათიდან შევიკრიბოთ და მე უკვე დაველოდებით სტუდენტების სულობას და მე სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას აუცილებლად განვახორციელებთ. ამაში მე ეჭვი არ მეპარება და ამიტომ არც ერთი ნაბიჯით არ უნდა დავიხილ უკან მეგობრებო, შეიძლება რაღაცა მანევრები, მაგრამ ამათ ჭკუაზე ჩვენ ვერ ვიდეთ, ჩვენ კონსტიტუციურ უფლებაზე უარს არ ვიტყვით. ან ადგენდა და მე ერთი შეთავაზება გავუკეთე და გუშინ ვიდეოზე, ან რა ვიცი, ამაღამ თუ გაწელავე ტროტუარებს სიგანეში, რა ვიცი, შეიძლება დავეტიოთ და გავიაროთ, არ ვიცი ხა. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ იმდენად აბსურდულ რაღაცებს იტყვა იძახიან, რომ არ ვიცი. ამიტომ ბოლომდე მეგობრებო, ხვალ 7 საათზე 5 კაცი მოყავს ყველაზე ისე მოვდივართ რა.